სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არსმენს. დაგლოცოთ ღმერთმა, ილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის, რა თქმა უნდა, ყოველი კვირა დღე და ყოველი დღე დღესასწაულია თითოეული ჩვენს ცხოვრებაში, ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ დღეს არის განსაკუთრებული დღე, იმით რომ უდიდესი მღვდელმთავრის ივანე ოქროპირის ხსენების დღეა დღეს და იცით თქვენ რომ ის საქართველოში მიიცვალა და მისი წმინდა ნაწილები აფხაზეთში განისვენებდა და დღევანდელ დღეს მოხდა მისი წმინდა ნაწილების გადასვენება აფხაზეთიდან კონსტანტინოპოლს. მოხდა მისი ნაწილების გადასვენება და ღმერთმა ინებოს ამაშიც ღვთის განგება არის, აუცილებლად რაღაც საიდუმლო არის ამაში და ღვთის განგება, რომ სწორედ მისი ჩამობრძანება საქართველოში, როდესაც ის ებრძოდა იმ ეპოქაში და იყო ღირსეული წარმომადგენელი ჩვენი ეკლესიის და ის განიდევნა და დევნილი იყო და მას გადაასახლეს საქართველოში იყო ესეთი დასასჯელი ადგილი მაქსიმე ახალსარებელსაც ზუსტად იგივე სასჯელი მიუსაჯეს და მათ ის რაღაცა ესეთი წარმოდგენა ჰქონდა თუ კავკასიონის მხარეში გადასახლდებოდა ადამიანი მისთვის სასჯელი იყო ეს და ეს ღვთის განგებით მოხდა. ღვთის განგებით მოხდა მისი დავანება, მისი გარდაცვალება საქართველოში და ასევე როგორც ასევე იყო ძალიან დიდი ნება და წყალობა ღვთისა ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისთვის, როდესაც მსგავსი სასჯელით გადაასახლეს მაქსიმე აღმსარებელი და მისი წმინდა ნაწილები, რომელიც არის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი ჩვენი ეკლესიის, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი მისი ნაწილებიც განისვენებს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დასტურდება ის ღვთის დიდი წყალობა ჩვენზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი, არ არის ეს მთავარი იმისთვის, რომ ჩვენ ესე უზეხელი დავიკრიფო და ვიცხოვროთ ისევე ღვთის დიდი წყალობა ჩვენს ქვეყანაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა განსაკუთრებული ჩვენს ქვეყანას და თვითონმა ჩვენგანმა არაფერი არ ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ეს ეპოქა თუნდაც გუშინ გახდათ დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენება იყო დღეს და 900 წელი გავიდა მისი მეფობიდან და იმ ეპოქამ შექმნა ის დრო, როდესაც დღემდე საუბრობს თითოეული ჩვენგანი და მსოფლიოსთვისაც კი, ანუ ესე თითით საჩვენებელი არის ის ეპოქა, რომ შეიქმნა იყო ასეთი მეფე, რომელმაც ააშენა აღმაშენებელი უწოდეს მას და მისი მოღვაწეობა, მისი ცხოვრება იყო, რა თქმა უნდა, როგორც მეფისთვის ძალიან მძიმე და რთული, მაგრამ ასევე როგორც ღვთისათნო მყოფელისთვის მას სულთან ჰქონდა სახარება და ფსალმუნები, ის დღე და ღამე ლოცულობდა და თუნდაც ის ბრძოლები, რომელიც შეიმარჯვებდა ჩვენი დიდი წმინდა მეფე, მას რა თქმა უნდა შეეწეოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უფალი და მაცხვარი ჩვენი იესო ქრისტე ლოცვის გარეშე და ღვთის შეწევნის გარეშე არ არსებობს ადამიანმა, რომ თითოეულ ბოროტებაზეც კი, ვნებაზეც კი რომ გაიმარჯვოს ადამიანმა, არათუ ამ მასშტაბურობებზე, რომელიც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და დღეს არის მეზვერის და ფარისეულის კვირა. დღეს წავიკითხეთ ჩვენ სახარება, ლუკას სახარება, სადაც უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს იგავს მეზვერის და ფარისეულის შესახებ და მინდა ვისურვოთ, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ მეზვერის სინანული, რომელიც აქვს ის და შედის ტაძარში და ზიახილვათაც კი ზეცით ახილვაც კი ერიდებოდა, რომ ეს ქვედადრეკილი ლოცულობდა ღვთის წინაშე და მარტო ერთი განცდა ჰქონდა, თვის მიტევება ცოდვათა, რომ ღვთისგან მიეღო მიტევება, რომელსაც ძალიან განიცდიდა ამ თავის ცოდვებს და როგორი განსხვავებულია ფარისეულის ლოცვა მეზვერის ლოცვისაგანო. ფარისეველი შედის ტაძარში და ის არის რჯულის აღმასრულებელი, ის თითოეული რჯულის კანონისმე განწესებულ თითოეული განაწესი იცავს და ესე ამბობს ღვთის წინაშე, რომ მადლობა შენ, რომ არა ვარ ვითარცა სხვა იგი, ვითარცა მეზვერი, თუნდაც აი ესე იქ მდგომ მეზვერესაც განიკითხავს და ამბობს, რომ არ ვარ თუნდაც როგორც ეს მეზვერი, არ ვარ მემნუშე, ჩემი მონაგებიდან 10% შევწირავ ტაძარს, ეს შესაწირიც კი ამ პარტავნებაში აგდებდა მას და ვიმარხავ ორ დღესო. აი ეს მარხვა, მისი მოღვაწეობა იყო ფარისევის აი სამქვეყნიური ცხოვრება მისი და თითოეულის რჯულის კანონით დაწესებული წესების შესრულება იყო გარეგანი და ყოველ ჩვენგანს აქვს ეს ფარისეული ცხოვრება,
და მიდრეკილებები ყოველ ჩვენგანში არის ეს თუნდაც თავმომწონეთ ადამიანის რაიმეს თქმა. შეიძლება არ გვინდოდეს მისი თქმა, მაგრამ ხშირად პირმოთნეობა გვაქვს ადამიანებს, რომ ხშირად ვამბობთ მისთვის გასაგებად რაიმე სიკეთეს, რომ ოღონდ მისმა ყურმა მოისმინოს, რომ ჩვენ მის მიმართ კეთილგანწყობა გვაქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს კეთილგანწყობა სრულდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანი გამგვეშორება მისი განკითხვით და მისი დაცინით და შეურაცხყოფით. ეს არის ფარისეულობა. ფარისეულობა არის, როდესაც ადამიანს არ აქვს სინანული და ხშირად მომისმენია მე, რომ ჩემთან უთქვამთ, ჩემი თანდასწრებითაც, რომ აი მე რა ვქნა, არ ვარ ბოროტი და აი ეს ადამიანი რამდენს ცოდავს. სულ მარტო ცოდვაზე ხდება შედარება. ადამიანის დამოკიდებულება ესეთია, რომ თუ ვინმე ნახა თავისი განწყობით, რა თქმა უნდა, ღმერთისთვის შეიძლება ის შეცდომილმა იმან იმდენი მოინანია, რომ ის აღარ არის, ის გამართლებულია ღვთის წინაშე, ადამიანს იმის უფლებას აძლევს თავის თავს, რომ განიკითხოს და მეორე ადამიანზე თქვას, რომ ის ასეთია, ის ასე ცხოვრობს, ის მრუშია, ის მეგობრებს ღალატობს, ის ასეთია, მე ხო ესეთი არ ვარ. იმ წუთში ანუ გეშენს თავის თავს განამართლებს. აი ეს არის ფარისეულური ცხოვრება და დამოკიდებულება ჩვენი ცოდვების მიმართ, რომ ყოველთვის გამამართლეთ ჩვენს თავს. ყოველთვის ვამბობთ რაიმე ცოდვას, როგორც კი ჩავიდეთ იმ წუთში პატიოთ ჩვენს თავს და მიზეს პოულობთ, თუ რატომ ჩავიდინეთ ეს და ღვთის წინაშე ვამართლეთ ჩვენს თავს და ამ დროს ადამიანმა, ქრისტიანმა ადამიანმა კი არ უნდა გაამართლოს თავისი თავი. როგორც მეზვერე ქვედადრეკილი ლოცულობდა ღვთის წინაშე და ევედრებოდა ღმერთს ცოდვათა მიტევებას, აი ესეთი უნდა იყოს ჩვენი ლოცვა. ჩვენ უნდა გაანვაგდოთ ეს ფარის ღმერთმა ინებოს და თითოეულ ჩვენგანში იყოს ის განცდა ცოდვისა, რომელიც ქონდა მეზვერეს და რომლითაც განმართლდა ის და ასე თავდება სახარებელს იგავი, რომ განმართლებული გავიდა მეზვერე ტაძრიდან და არ ფარისეველი. აქაც ხშირად არის ხოლმე ადამიანი დგანან, ლოცულობენ და სულ სხვის აქციელს აკვირდებიან, ვინ როგორ მივიდა, ვინ როგორ ემთხვია ხალხს, ვინ სახარების დროს დადის, ამ დროს განიკითხავე, რომ ეხა შეიძლება სიარული გულში აუცილებლად განიკითხავ. რაიმე საქციელს, სხვა ადამიანის საქციელს აუცილებლად მივცეთ მიმართულებას და მითითებას, მაგრამ საკუთარი თავის განკითხვა ჩვენ არ შეგვიძლია. და ღმერთმა ინებოს, მე მინდა გისურვოთ, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ მეზვერის მდგომარეობა. მე ვთხოვ ღმერთს, რომ მომცეს მეზვერის მდგომარეობა, რომ ჩემი ცოდვები დავინახო უფრო მეტად ვთხოვ პატიება ღმერთს ჩემი ცოდვებისთვის, რომ გამართლებული ვიყო და თუ რომელიმე ცოდვა შეინანეთ და მოინანეთ, უდაკმაყოფილდებით ამით, უგექნებათ იმის განცდა, რომ აი მე დავძლია ეს ცოდვა, მე შევძელი ამ ცოდვის დაძლევა. როგორც კი გაიფიქრეთ ამას, რომ თქვენ რაიმე ცოდვას დაძლეთ, რაიმე ცოდვას აჯობეთ, რაიმე ვნებას აჯობეთ, ის აუცილებლად მოbrunდება ის ცოდვა და ის განსაცდელი. აუცილებლად მოვა თქვენთან, თუ ისევ სინანულში არ იყავით, თუ ისევ უფალს არ თხოვეთ შენდობა და გაძლიერება, რომ დათრგუნოთ ის თქვენი ვნებები და ცოდვები. გვიახლოვდება კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ გვიახლოვდება დიდი მარხვა, უდიდესი სიხარული თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში. ამაზე დიდი სიხარული არ უნდა არსებობდეს ქრისტიანის ცხოვრებაში, როდესაც მოდის დიდი მარხვა, სინანულის მარხვა და აი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ გვამზადებს იმისთვის, რომ ღირსეულად, ასე თუ ისე მაინც ღირსეულად დავიწყოთ დიდი მარხვა. ეს პერიოდი, ეს ეტაპები არის, ეს კვირა გახლავთ, რადგან არის მეზვერის და ფარისეულის კვირა, არის მსგებსი, არ იმახულებს არც ერთი ქრისტიანი ამ კვირაში, ოთხშაბათი და პარასკევი არის ხსნილი და შემდგომი კვირა არის ხორციელის კვირა და შემდგომი კვირა არის ყველიერის კვირა და ხდება მომზადება დიდი მარხვისთვის და ღმერთმა ინებოს, რომ სინანული მოგცეს ღმერთმა. ყველას გისურვებთ მეზვერის მდგომარეობას, რომ ღმერთს ევედრებოდით მართო ღმერთო, მიხნიეთ ცოდვის სამოს და შემიწყალეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მოგცეთ აი ამ ლოცვის განცდის უნარი მოგცეთ ღმერთმა და წმინდა მამები ამბობენ, თუ გინდათ რომ იესოს ლოცვა ისწავლოთ, თუ გინდათ რომ განცდა გქონდეთ ეს ფიქრთა ცოდვათა და ღმერთმა მოგიტევოთ, წმინდა მამები ამბობენ, რომ იესოს ლოცვის დროსო საკუთარი თავიო ჯოჯოხეთში ამყოფეო. ჯოჯოხეთში ამყოფეო, რომ იქიდან უფრო მეტად შეღაღადებ ღმერთს და ითხოვ ღვთისგან პატიებას და შეწყალებას.
ამ ყოფით წარმოიდგინეთ ამ ყოფით საკუთარი თავი ჯოჯოხეთში, რომ იქიდან უფრო მეტად შეღაღავდოთ, მთელი გულით შეღაღავდოთ უფალს, შეწყალება და ცოდვათა მიტება. ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა შეგინდოთ ცოდვები და შეგიწყალოთ უფალმა. გილოცავთ კიდევ ერთხელ დიდი მღვდელმთავრის ივანე ოქროპირის ხსენებას და ღმერთმა, როგორც ინება მისი დავანება, პირველად მისი დავანება, მისი წმინდა ნაწილების აფხაზეთში, ჩვენს ულამაზეს მხარეში, ღმერთმა მისი ლოცვით და მეოხებით განთლიანოს, გადაარჩინოს, გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ღმერთმა დააგლოცოთ და შეგიწყალოთ.